მაგრამ ამ ფასში შედის. Maguire's, if you guys are watching, sponsor me. გამარჯობათ მეგობრებო, მე ბექა ვარ. ეხლა ვიმყოფებით ფილადელფიის დაუნთაუნში. დღეს გვექნება მორიგი day in the life ვიდეო, ეგრეთ წოდებული ერთი დღე ჩემს ცხოვრებაში. და რა გვაქვს გეგმაში? მივდივართ Mercedes-ის სადილეროში. იდეა ჩემის მანქანაზე ზეთია შესასვლელი და მაქსიმალურად ვეცდები გაჩვენოთ რა და როგორ ხდება ოფიციალურ სადილეროებში. ყავთ საინტერესო მანქანები და ამ მანქანებსაც დავათვალიერებთ. აქედან არის დაახლოებით 40 წუთის 1 საათის გზა და წავედით. თხოვნა იქნება რომ გამოვიწეროთ არხი, დავალაიქოთ და დავაკომენტაროთ. დროებით. ორი მანქანა ერთმანეთზე შეხეთქებული. აქეთ სასწრაფო. შოკი. სადილეროში აპოინტმენტი მქონდა 2:15 წუთზე, მაგრამ აგვიანდებოდა საცობის გამო და დავრეკე და გადავატანინე უთხარი, რომ 2:20 წუთიდან 2:09-მდე მივალ. ეხლა ვარ 9 წუთის გზაზე და შემოგიერთებთ სადილეროდან. Jumping off for service? Yes. For an oil change. Should I leave my keys here? Yes, please. All right. Is that for tomorrow maybe? No, for today. What was that again? JANJGHAVA. I'll just take a couple pictures and we're gonna go in, okay? Safety-ის პონჩი ვიღება სურათებს, რომ დაზიანება არაფერი არ ქონდა მანქანას და ამ ყველაფერს ერთად αφაილებენ. მკითხა რა სერვისი მჭირდებოდა, უთხარი რომ ზეთის შესასვლელად ვარ მოსული, ჩაიწერა გარბენი, გადაუღებ სურათებს და შეგვეძლება რომ წავიდეთ დავათვალიეროთ სხვა მანქანები. The car looks pretty clean. Did you want it washed or you're okay with it? No, it's fine. Yeah, because we automatically wash it, but I think that car, I don't think we can make it any cleaner. No, yeah, it's good. Yeah, I need a glass. Okay, the oil change, oil filter is 200 plus tax. Okay. Okay, can I get you to initial here and sign here? Okay. And then On the bottom? yes. Yeah, do you want any gift cards to go to Perkins for lunch or anything? They're worth $8 if you're. No, I'm good. Thank you. Okay, have you ever been here before? Yeah. Okay, great. მანქანა დავტოვე სერვისზე და მირეკავენ რომ გამზადდება. მანამდე დავათვალიეროთ შოურუმი. ეს არის ახალი E-კლასი. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი Mercedes-ი ჩემი აზრით დღესდღეობით მარკეტზე. ამის ამჟამინდელი ღირებულება MSRP არის $112,830 ამ კონკრეტული 2026 i53 ჰიბრიდი არის. შავი შავზე, წითელი კალიპერებით და matching წითელი ღვედებით. არ ვიცი სიმართლე რომ გითხრათ, მე GT არ მომწონს. რატო არ ვიცი, მაგრამ ნუ აი არ ვგიჟდები რა გავაკეთო. E-კლასის მირჩევნია, SL-ი რა თქმა უნდა მირჩევნია. ეხა მივაგენი ყველასთვის საყვარელ Mercedes G63 AMG-ს. $220,625 2026 წლის G63.
ეხლა როგორც service advisor-მა მითხრა, ზეთის შესვლა დაждდება $200, მაგრამ ამ ფასში შედის მანქანის ინტერიერის და ექსტერიერის გაწმენდა, ზეთი, ფილტრი და ხელობა. ნებისმიერ random shop-ში რომ მიიყვანო, თითქმის იგივე ეჭდება, შეიძლება ნუ ცოტა ნაკლები და ახლობით $50 სხვაობა მოხდეს, მაგრამ ჩემი აზრით არ ღირს, იმიტომ რომ სიტყვაზე მანქანის გაყიდვას თუ დააპირებ, რასაც სადილეროში გააკეთებ, იწერება მანქანის ისტორიაში და ჩანს Carfax-ში. ჩემი მანქანაც ყოველჯერზე მიმყავს სადილეროში. BMW Mercedes-გან განსხვავებით რატომღაც იაფია, ბოლო ზეთის შესვლა დამიჯდა $120 და იქაც მაგ-ფასში შედიოდა ინტერიერის და ექსტერიერის გარეცხვა და გაწმენდა, ზეთი, ფილტრი და ხელობა. რაც ძალიან იაფია თუ გავითვალისწინებთ აქაურ ფასებს random shop-ებში. ეხლა დამირეკეს მანქანა გამზადება წუთში. თანხას გადავიხდი და წავყვან დედაჩემს გადავცვლი ჩემ მანქანაში. მანქანა წამოვიყვანეთ, დაჯდა $212 ტაქსების ჩათვლით. ასევე მომწეს რაღაცა ფურცელი აქვს უკან მისტეპლერებული, რასაც უწევენ რეკომენდაციას, ანუ მალე დაჭირდება მანქანას ეს კონკრეტული სერვისები და წერია ამ სერვისების ფასები. მეგობრებო, არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა და ლაიქება და კომენტარება და ზარის ღილაკის გააქტიურება. დროებით. I take a 10-mile route to work every morning and take it home. ჩვენ გვინდა ეხლა drying towel-ი მანქანის გასაშრობად. კარგია. ასევე გვინდა ბორბლის spray, Maguire's Sunshine, ეს waxy იცი რა ნიკამ, ვინც მანქანა დაგვიპოლირა, მითხრა რომ იხმარა კერამიკ ვაქსია და სადოდ არასდროს არ მიცდია, ერთი და იგივე ბრენდია Maguire's, ალბათ ამას ავიღებ ეხლა ამჯერად. Was it total? 96 or so. Okay. You have phone number with us? No. No. That's your card. Card. Gotcha. You can tell that. Let me get you a bottle. Awesome, thank you. Yep. You want the receipt? Yes, please. Thanks. Performance, right? No, these are just wheel covers that look like the performance. Oh, wow, Yeah, okay. these are wheel covers. What year is this? 26. 6? I had a 23 Performance, but mine was Model 3. Model The most reliable car I've ever had. Tesla gets so much hate for no reason. It's crazy. You know how things go. People talk about what they don't know. Yeah, true. I saw you pull up to the thing. I was like, damn. That's good. Thank you, appreciate it. I mean, guys, look, Maguire's, if you guys are watching, sponsor me. 10-დან 10 ამ კერამიკულ ვაქსს. ესეთი ბზინვარება ამ მანქანას არასდროს არ ქონია.